გორის გორი ამხანაგურ მატჩებში შეხვედრებს განაგრძობს. კლუბი ჯამში 9 მატჩს გამართავს, საიდანაც 4 უკვე ჩაატარეს. გორის მთავარი მწვრთნელი ილია მღებრიშვილი თამაშებით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ წინ გულშემატკივარს არაერთი გამარჯვება ელოდება. მღებრიშვილი იმ სიახლეებზეც საუბრობს, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა. Კონდა ამხანაგური შეხვედრა, მოსამზადებელი ეტაპია ახლა ჩვენი გუნდისთვის, დაგვეგებული მქონდა 9 ამხანაგური თამაში. მეოთხე თამაში იყო ამხანაგური ჩვენი თბილისის ლოკომოტივთან, სადაც ვითამაშეთ 1-1. ამის გარდა კიდევ გვაქვს 5 თამაში დაგეგმილი, მოსამზადებელი ეტაპია, თვითონ ჩემპიონატი კი დაიწყება 26 მარტს. გუშინდელი თამაში, კმაყოფილი ვარ ახლა, ასე რომ ვთქვათ, მოსამზადებელი ეტაპი არის, ასე რომ ვთქვათ, ყველა ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას და ვთამაშობთ, ახლა რომ ვთქვათ, თითო ტაიმებს ესე ვთამაშობთ და ამ 4 თამაში, რაც ვითამაშეთ, კმაყოფილი ვარ ჯერჯერობით კი 2 თამაში მოვიგეთ, 2 ფრედ ვითამაშეთ რა. მაგრამ უფრო ორიენტირებულები ვარ ჩვენ, რომ მეტი ადგილობრივი კადრი ვნახოთ, ამოვიდეს ჩვენთან და ზოგადად ეს გუნდი გორის გორი ამსახურება მაგას, რომ ახლოს არის სკოლა დიდ გუნდთან რა, პირობითად კარგი ბავშვი, რომელიც ამოდის უკვე 15-16 წლის ბიჭებიც რამოდენიმე ამოვიყვანეთ აქ და ვნახულობთ ჩვენ, რომ რა მდგომარეობაში არიან და როგორ გამოადგება უკვე დიდ გუნდს. სიახლეები გვაქვს ახლა რამოდენიმე ფეხბურთელმა დატოვა გუნდი, კერძოდ იყო 4 ფეხბურთელი, რომელიც ჩვენ გუნდში თამაშობდა და დღესდღეობით სხვადასხვა კლუბებში აგრძელებენ თამაშს. დავიმატეთ რამოდენიმე ფეხბურთელი იჯარის წესით გორის დილადან, რამოდენიმე ჩვენი ყოფილი ფეხბურთელი იყო გიორგი ალიმბარაშვილი, პაკო ფულაძე არის, რომელიც იჯარის წესით არის მასული გორის დილადან, ასევე ლუკა იოსებიძე და ლუკა ჩოხელი, რომელიც მოვიყვანეთ ჩვენ ვიჯორჯიადან. ივანე ოქროპირიძე იყო იჯარის წესით წასული და დაბრუნდა ეგეც ჩვენთან გუნდში. ჯერჯერობით ესენი კიდევ ველოდებით 2 ფეხბურთელს 19-ში ჩამოდის გორის დილას შეკრებიდან, როდესაც იმყოფება ანტალიაში და რამოდენიმე 2-3 ფეხბურთელზე კიდე არის მოლაპარაკება, რომელიც უნდა წამოვიყვანოთ იჯარის წესით ჩვენთან. კარგი სეზონი გქონდა, უბრალოდ დაგვეკლდა 2 ქულა რო გვეთამაშა პლეი-ოფში და გვებრძოლა რომ ზედა ლიგაში დავწინულიყოთ, ან პრო-ორში გადავსულიყავით. წელს მიზანი გვაქვს ისევ და ისევ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადგილობრივმა კადრმა ფეხბურთელმა ითამაშოს გორის გორში.